კონგოს ვირუსის ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში უკვე დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. გარდაცვლილია 3 ადამიანი. სტატისტიკა საგანგაშო ზღვარს აღწევს. უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ათეულობით შემთხვევა მაღალი ლეტალობის მქონე ვირუსის, რომელიც ადამიანზე ძირითადად ცხოველებიდან და ტკიპებით გადადის. ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა გაფრთხილებას აძლევს მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი? Tamar ეპიდემიური აფეთქების გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ვინაიდან სტატისტიკა წელს უკვე არის საგანგაშო და ის ორჯერ აღემატება ჯამურად წინა 3 წლის მონაცემებს. უკვე დაფიქსირებულია 17 შემთხვევა, საიდანაც 3 არის ლეტალური. ეპიდემიური აფეთქების ცენტრია ხაშური, ასევე კერები ფიქსირდება ახალციხესსა და ახალქალაქში, მარნეულსა და თბილისში. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, წელს იყო საგრძნობლად გაზრდილი ამ შემთხვევათა რაოდენობა და რაც მთავარია, როგორც წესით სტატისტიკით ყოველი მესამე შემთხვევა ფიქსირდება როგორც სიკვდილიანობის შემთხვევა, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სიფრთხილით მოეკიდონ ამ დაავადებას. განსაკუთრებით ეს დაავადება გადადის საქონლის ტკიპასთან შეხების შედეგად. ახლაც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი ამ ვირუსით მკურნალობს. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ხაშურის მონაცემები, სადაც მედიკოსები აცხადებენ, რომ საკმაოდ საგანგაშო შემთხვევა, ვინაიდან მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. დღეისათვის 33 შემთხვევა დაფიქსირებული. ეს დაავადება იშვიათი დაავადება მაინც ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ბუნებრივი კერები გვაქვს. ეს არის ძირითადად შიდა ქართლი, სამცხე, ჯავახეთი, თუმცა თბილისის შემოგარენშიც აღრეცხულია თითოეულა შემთხვევა. ეს არის მძიმე დაავადება და სამწუხაროდ აი 33 შემთხვევიდან 3 შემთხვევა იყო ლეტალური ჩვენ ქვეყანაში. იგივე ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორი გარდა ამ ტკიპის კվენისა. 40-იან წლებში ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელების კერები ხაშურის რამდენიმე სოფელში აღმოჩენილი. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში 2009 წელს. ამასთან საგულისხმოა ის, რომ წელს დაავადებულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი არის 4 წლის. მედიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საქონლის ტკიპას და პირუტყვთან ურთიერთობას. დიდი მადლობა, გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.